არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. რა ქვემ სურს თქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი ჩემი საზრით. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე ფარცხალაძის საკუთრება, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე ჩინჩალაძის საკუთრება და პარლამენტი კი კობახიძე გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ეს ყველა ეგრეთ წოდებული ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, გნებავთ ამ ფარსში. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი ბრძოლა. მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი ენერგიის წყარო, ვიცი რა, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი, რაც თავარია მორალურად მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში მე არა, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მე ახლა მინდოდა მეთქვა თქვენთვის. დიდი მადლობა. მადლობა. არ ვიცი. ორი თვის განმავლობაში მე ჩემს კოლეგებთან ერთად, როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის კოლეგებს გულისხმობ, ასევე სხვა მეგობარი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების სიით გასულ ადამიანებს გულისხმობ, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყიტონ. შოთაძე ფარცხალაძე ივანიშვილის პროკურატურამ თქვენ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მოუცა, ხო? და რა უნდა ქნან მათ, ჩემზე კარგად იციან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც უკვე ერთხელ მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინდეს. აი იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ხელგამოღადვით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ რას გააკეთებს ქართული ოცნება, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული, მე სხვანაირად უბრალოდ არ შემეძლო მოქცეულიყავი. ამ ეტაპზე დიდი ბოდიშით თავარი სათქმელი, რაც სურდა მეთქვა, ვთქვი, სხვა დროს დამატებით ვისაუბრებთ.